პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. Გავუტანთ ამრიკო, ბავშვობა საქართველოში გაქვთ გატარებული. ვინ იყო თქვენი პედაგოგი, ვისთანაც პირველად დაიწყეთ სიმღერა და რამდენი წლის იყავით, როცა სიმღერა დაიწყეთ? ბავშვობაც, მოწმილ ქალობაც, ახალგაზრდობაც 30 წლამდე თბილისში ცხოვრობდი, თბილისელი ადამიანი ვარ და მინდა ვთქვა, რომ გარდა იმისა, რომ ეს ახალგაზრდობა იყო, ასევე ეს იყო შესანიშნავი წლები შემოქმედების, მეგობრობის, კონსერვატორიაში სწავლის და პედაგოგებთან ურთიერთობის წლები და ჩემი პროფესორები, ჩემი პედაგოგები, რასაკვირველია, ეხლაც კი მე ვცემ, მინდა რომ ისე განვითარდეს და ისეთი გადაწყვეტილებები მივიღო, რომლებსაც ჩემი პედაგოგებიც მომიწონებდნენ, დამეთანხმებოდნენ და ასე ვთქვათ, მათთან შეთანხმებით ხდება თითქოს ეხლაც ყველაფერი. ეს გახლავთ
კაპიტანი ნელი გრიგორიევნა გაჩიჩილაძე, რომელიც იყო ჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელი, ჩემი ვოკალის მასწავლებელი იყო ბერტა ივანიცკაია. ჩვენი პროფესორები კონსერვატორიაში ბატონი დავით თორაძე, ალექსანდრე შავერზაშვილი, ბატონი შოთა მილორავა და აი შესანიშნავ დროს სწავლობდი და რასაკვირველია მთელი პერიოდი ჩემთვის არის გაჟღენთილი მუსიკისადმი სიყვარულით და ის ალბათ არასდროს არც განმეორდება ეს თბილისური პერიოდი, რომელმაც 30 წელი მოიცვა. როდის წახვედით საზღვარგარეთ და როგორ დაიწყო თქვენი კარიერა იქ? საზღვარგარეთ პირველად ასე პროფესიონალური პოზიციით აღმოჩნდი 88 წელს საფრანგეთში. და ჩემთვის საფრანგეთი იყო მაშინ გახდა ჩემთვის არაჩვეულებრივი ასე ვთქვათ ჯადოსნური განუმეორებელი პარიზი შეიჭრა ჩემს შემეცნებაში, შეგნებაში და არასდროს არ მეგონა თუ ესე გაგრძელდა, მაგრამ რაღაც თავისებური მიმართულება მიიღო ამ ისტორიამ. ალბათ ესე უნდა ყოფილიყო და მე უკვე რასაკვირველია უკვე დაფუძნება მოხდა მე უკვე რუსეთში, იმიტომ რომ მანამდე ვიყავით ამერიკაში, მაგრამ მე ასე ვთქვათ ყველანაირად შემოქმედებითად და ყოფაცხოვრების სახითაც აღმოჩნდი რუსეთში. მე მინდა ვთქვა, რომ მე არ მივილტვოდი, ეს არ იყო ჩემი მიზანი, რომ აღმოჩენილიყავი აუცილებლად მოსკოვში და რუსეთში. ყველგან არეული პერიოდი დაიწყო და აქედან გამომდინარე იყო ძალიან ბევრი შეკითხვა და ჩემი შვილი სწავლობდა ამერიკაში, მანამდე მოსკოვში სწავლობდა და იცით ეს ოჯახი და შემოქმედებითი მოხდა ესეთი შეტაკებები ინტერესების და საბოლოოდ აღმოჩნდა ეს ყველაფერი შეჩერდა და კონცენტრაცია მოხდა მოსკოვში. ასე რომ ერთგვარად ეტყობა ესეც ჩემი ბედია და შემოქმედებითი გზა არის. ახლა როგორი ნაწილია ამას დრო განსჯის და ისე რასაკვირველია აქ არის ძალიან დიდი ისეთი მომენტი, რომელსაც აი განგება ჰქვია რაღაცას, რომ ზევით განაგებინ და ჩვენ არაფერს არ წვედავთ იმ მომენტში. რამდენად რთული იყო გზა, რომელმაც ასეთ წარმატებამდე მიგიყვანეთ? წარმატება თითქოს უფრო გეჩვენება, რომ უფრო იცით შრომის გზა იყო, ამიტომ როიშრომ ადამიანმა ვერაზოს ვერ ინანებს, რომ ვერ იტყვის ადამიანი, უი, როგორ ნანობ რომ ვიშრომე ამდენი. ამაოდ არ მიშრომია, არ მიმღერია და ყოველთვის სინდისიანად, ასე ვთქვათ, ღირსეულად ვაკეთებდი ჩემ საქმეს. ეს რაც შეეხება შრომას, რაც შეეხება შთაგონებას და მუზას და ის რაც არის სიტყვებითაც კი რთულია რომ აღწერო, რასაკვირველია ძალიან დიდი და ბევრი ისეთი მომენტია, რომელიც აი მე მიხარია რომ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაგალითად მიშელ ლეგრანთან შეხვედრა. და ეს საფრანგეთიდან იწყებოდა და ამიტომ მეგონა რომ ესე წინვალეთ გაგრძელდა რასაკვირველია, მაგრამ მე რაღაც სხვა ფორმები მიიღო ამ ყველაფერმა და რასაკვირველია, ბედნიერი ვარ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად იმ წლებში, როცა ბევრი ჩემი კოლეგა საერთოდ მუსიკაში აღარ არსებობდა, მე ვიყავი ყოველთვის დაკავებული მხოლოდ ერთადერთი რამით ცხოვრებაში, ანუ ყოველთვის ჩემთვის იყო მუსიკა. რაც არ უნდა მომხდარიყო, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, გვილხინდეს, მაინც მე ვფიქრობ და მე ვთვლი, რომ ადამიანმა თავის საკუთარი საქმე უნდა აკეთოს სინდისიანად, წესიერად და რასაკვირველია სიხარული, რომელიც მოაქვს ამ წარმატებას კი არა, მუსიკას მოაქვს სიხარული. წარმატება ეს პუბლიკისთვის არის, რომ აი წარმატება და აი ხალხის სიყვარული, სადაც არ უნდა გამოვჩნდე. რასაკვირველია ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, რაც მე მივიღე ამ წლების განმავლობაში.
თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით, ვისთან ერთად ცხოვრობთ, როგორი დედა ხართ? ეს კი ჩემი შვილი სანდრო სტუდენტია და უკვე მერვე წელია ლონდონში დამოუკიდებლად ცხოვრობს და სწავლობს, რაც თავარია. რამდენიმე მიუხედავად იმისა, რომ რთულია ყოველთვის ესე ხშირად ნახო ბავშვი, რომელიც სწავლობს საზღვარგარეთ, მიუხედავად ამისა, ყოველთვის ჩვენ ხვდებით ან საქართველოში, ან მოსკოვში თუ ჩამოვა, ან სადმე ევროპაში, ასე ვთქვათ, სადაც გადაიკვეთება ჩვენი გზები, რომ ვნახოთ, იმიტომ რომ ყოველთვის ხო იცით ის ჩემთვის რჩება ბავშვად და მე ისეთივე შეკითხვები მაქვს მასთან, როგორც როცა იყო 10 წლის. როგორ იქცევი, რა ნიშნები გყავს და რა ჭამე და რა ხდება საერთოდ. დედის შეკითხვები არ იცვლება. გასაგებია რომ სხვა შეკითხვები შეუერთდება, მაგრამ ძირითადად ეს ზრუნვა და ღელვა, რომ ღელავ მეუბნება მე უკვე ისეთი დიდი ვარ, რომ აღარ მჭირდება ეს შეკითხვები, მაგრამ დედისთვის მაინც ყველა შვილი პატარაა და ხო იცით, ის გაღელვებს, რაც გაღელვებდა, როცა 1 წლის იყო. ბათუმში ჩატარდა გრანდიოზული ფესტივალი. მოგვიყევით თუ შეიძლება ამის შესახებ. იცით რა, ძალიან გახარებული ვარ ესეთი კმაყოფილების, შემოქმედებითი კმაყოფილების განვიცდი გზნობას, იმიტომ რომ მართლა მიუხედავად ყველაფრის, ხო გვესმის რა ეკონომიკური პირობებია, რა მრისხანე დროს ცხოვრობთ, სადღაც ომია, ღმერთო დაიფაროს აქ ჩვენთან, სადღაც ვერ გაარკვეს ვერაფერი და ბევრი რაღაცა არის გაუქმებული, საკონცერტო ცხოვრებაშიც, თეატრალურ ცხოვრებაშიც, საერთოდ ხელოვნებაში ძალიან უჭირს, ასე ვთქვათ, შემოქმედ ხალხს ეხლა. მაგრამ მიუხედავად იმისა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ადამიანთა ჯგუფს ჩვენ გვეყო ის მოთმინება და ეს დიდი სიყვარული ამ საქმისადმი, რომ უნდა ჩატარებულიყო ეს ფესტივალი, იმიტომ რომ ეს არ არის კონცერტი, რომელზეც უნდა გამოვიდეს სოლისტი და იმღეროს თავის სიმღერები. ეს ფესტივალი საკმაოდ რთული, ასე ვთქვათ, ორგანიზმია და მე ვთვლი, რომ რახან თავი გავართვით ეს ღვთის წყალობა და მე მგონია, რომ სხვანაირად ვერ შევძლებდით ამ საქმის ვერც გაგრძელებას და ვერც განხორციელებას. იმიტომ რომ მე მაინც ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, მაინც ჩვენ უნდა შევძლებთ, რომ ეს ფესტივალი, რომელზეც ქართული მუსიკა ძალიან ფართოდ იყო წარმოდგენილი, პირველი კონცერტი ჩატარდა აშღერდა მხოლოდ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოები და ძალიან მოხარული ვარ და მეამაყება, რომ ჩვენი შესანიშნავი ორკესტრის თანხლებით, ახალგაზრდა მომღერლების მონაწილეობით ჩვენ შევძელით ესეთი უდიდესი მუსიკის აჟღერება და მუსიკალურ თეატრში ჩატარდა ეს შესანიშნავი თეატრი, მაყურებელი, რომელიც თურმე როგორ ელოდებოდა ამ სიმღერებს, ისეთი სიყვარულით და ისეთი ოვაციებით ქართული მაყურებელი ცოტა ძუნწია, მაგრამ თუ აღფრთოვანებას გამოიწვევდა ეს ნოსტალგია, რომელიც დაიბადა ამ კონცერტზე, ის სიმღერები აჟღერდა, რომელიც ყველა ადამიანის გულშია და დაკავშირებულია და როგორც არ უნდა იკავებდეს ადამიანი თავს, რომ მოდი მე თავს შევიკავებ და არ წამოვაცრემლი, ან ტაშისე არ დავუკრავ დიდი გაგიჟებით, მაინც ამ მუსიკამ შეძლო, რომ ყველა ადამიანის გულამდე ჩვენ მიგვეტანა ეს შესანიშნავი მართლა ჩვენი საუნჯი, ჩვენი ქართული მუსიკა, ჩვენი ქართული სიმღერები და უდიდესი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოები. So
საქართველოში ხომ არ გეგმავთ სოლო კონცერტს? დიახ, გეგმავთ და ისე ვიძახი, რაც როგორც არ უნდა იყოს, აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თანამოაზრეები ვინც არიან და ვის მეშვეობითაც ასე ვთქვათ ეს თანადგომით ეს ყველაფერი მოხდა, ალბათ ერთად ვართ და ერთად ვიქნებით, იმიტომ ჩამოყალიბდა გარკვეულად გუნდი, ეს რაც მთავარია რომ იყოს ესეთ საერთო საქმეში და ძალიან მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ყველაფრის უკვე თელმა ასე ვთქვათ ნახევრმა მსოფლიო მიცის, რომ ჩვენი ფესტივალი ჩატარდა და ბუნებამაც დაგვინდო. ესე იგი კონცერტის დასასრულს აი ბოლო სიმღერის მესამე კუპლეტზე წამოვიდა წვიმა, რასაკვირველია ძალიან გვეთკინა გული, რომ საერთოდ ასეთი თქეში და მაგრამ აი რაღაცნაირად აი დაგვრცელდა, რომ აი ეს კონცერტი ჩატარებული იყო და რაღაც თითქოს ბუნებაც ამოგვიდგა მხარში, რომ აი თქვენ იმღერეთ, ეხლა დასასრულია და აი ეხლა ჩვენი ჯერია. ნუ რაღაც და მე იმედი მაქვს, რომ აი ეს გუნდი, რომელიც ახლა შეიკრა, ძალიან ასე ვთქვათ, ძლიერად პირველად შედგა და ახალგაზრდული ჯგუფია და ამ შემართებას რასაკვირველია ვერაფერი ვერ შეცვლის. ეს იყო აყვანილი რაღაც ისეთ არსებობს ფესტივალი, არსებობს კონცერტი, მაგრამ ის რა სიყვარულითაც მოეკიდენ ეს ახალგაზრდები ამ სიმღერებს, ამ მუსიკას, თითოეულ შემსრულებელს მე მინდა რომ გაფართოვდეს ჩვენი ფესტივალი რასაკვირველია და მინდა მოვიწვიო შემდეგ ფესტივალზე ნიჭიერი ახალგაზრდები, ის ვისაც ესმის და მღერის მართლა ამ მუსიკას, იმიტომ რომ ყველა ვერ იმღერებს და ძალიან რთულია საერთოდ ქართული სიმღერის შესრულება და მინდა მოვიწვიო კიდევ შემსრულებლები, რომლებთანაც ერთად ჩვენ შევძლებთ რომ მართლა დავანახოთ ეს და მოვასმინოთ ეს მონატრებული სიმღერები მაყურებელს. კაცი ქართველი თუ არის იტყვის ვით მაზარი გასაცედა სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზე და
თქვენ აყვავეთ ყველაზე მეტად რა გენატრებათ საქართველოში? ნუ ჩემიანები და აქ რაღაც წყნარად დაждდომა და რუსთაველზე გავლა, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება რუსთაველს. ჯერ აწლეთში, მუსიკალურ აწლეთში, ათარბეგოვის ქუჩაზე იყო, მე კონსერვატორიაში გრიბოედოვის ქუჩაზე და ასე რომ მთელი ცხოვრება 30 წელი გავატარე რუსთაველზე. აი ამ ოცნებებით, ამ ასე ვთქვათ ამ კდემით და ამ აღფრთოვანებით, რომ ასეთ ახალგაზრდობაში ესეთი რაღაც წარმატება სროიგემებს ადამიანი მაინც სხვა არის. აი ბავშვობაში, აი მზიურიდან დაწყებული რეპეტიციები ქონდა პიონერთა სასახლეში, კვირაში 3 ჯერ, ასე რომ მთელი ცხოვრება გავატარე აი აქ. და რასაკვირველია, ის წარმატება, რომელიც მე მხვდა მაშინ საქართველოში, რომ ძალიან მართლა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ნუ ძალიან აი ხლა სხვანაირად ვაფასებ ამ ყველაფერს და ძალიან მენატრება ეს ადგილები, იმიტომ რომ აქ ძალიან სასიამოვნო და ძალიან თბილი პერიოდია ჩემი ცხოვრების აქ გატარებული. როდის გამოუშვით პირველად თქვენი ალბომი და სულ რამდენი ალბომი გაქვთ გამოშვებული? სულ გამოშვებული მაქვს 8. პირველად გამოვიდა ჩემი აი ვენილს რო ეძახიან, რომელიც ახლა მოდაშია, ის გამოვიდა პირველად 91 წელს, ქვია მუსიკა, იმიტომ რომ ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა ის სიმღერა, რომელიც შევასრულე, ის იყო მთავარი სიმღერა, რომელთაც დავიწყე მაშინ საკავშირო სცენაზე სიმღერად, ასე რომ დიდ სცენაზე მე მოხვდი ბატონ ვაჟა აზარაშვილის სიმღერით. სიმღერის გარდა სხვა რა ინტერესები გაქვთ? სხვა რასაკვირველია ის რას ესთეტიკის ფარგლებში არის ლიტერატურა, პოეზია, ეს ჩემი ასე ვთქვათ თანამგზავრია, იმიტომ რომ მუსიკა არ არსებობს პოეზიის გარეშე და სიმღერა არ არსებობს პოეზიის გარეშე. ის რაც ჰარმონიულია და რაც ჰარმონიას ექვემდებარება, რასაკვირველია მე ყველა ფერწერა, მუზეუმები, სილამაზის აღქმა, რაღაც დამშვიდება, მაგრამ ისეთ მაინც ვერ ტემპერამენტი ისეთია, რომ ვერ მშვიდდები, მაგრამ მაინც მე მგონია, რომ მე კინოს დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ მიყვარს როცა სპეციალურად მივდივარ კინოთეატრში და დიდ ეკრანზე ვუყურებ კინოხელოვნების შედევრებს. მე არ ვარ ისეთი ფესტივალების ადამიანი, რომელიც ყველაფერს უყურებს და ყველაფერს გაარჩევს, მაგრამ ის რაც შედის ხელოვნების ფარგლებში და რასაც ხელოვნება ქვია, ჩემთვის ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, ძალიან დიდი ასე თქვათ ძალა აქვს, რომ ჩემზეც მოახდინოს გავლენა, ჩემშიც რაღაცა გააღვიძოს, გააღვივოს, აანთოს და სპორტსაც დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ეს ისეთი სინდისიანი და წესიერი შრომა, რომელსაც ადამიანი ეუფლება, რომ დიდი სიამოვნებით უყურებ ფიგურულ სრიალსაც და მე მგონია, რომ აი, როცა ლამაზი ფეხბურთია, მე ფეხბურთის მოტრფიალიც ვარ. რასაკვირველია, ცხოვრებაში არსებობს კიდევ უამრავი, რასაც გინდა, რომ რაღაცნაირად გაიგო და ეს შენთვის აუცილებლობა გახდეს, მაგრამ აი ძირითადად ალბათ ხელოვნების ირგვლივ არის და ის რაც ესთეტიური სიამოვნება რამაც შეიძლება რომ მოგვაროს. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, რას გეგმავთ ახლო მომავალში? ახლო მომავალში არის რასაკვირველია საგასტროლო გეგმები, მივდივართ ბელორუსიაში, შემდეგ მივდივართ ისრაელში და გასტროლები რასაკვირველია ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ
ვერც დავარქმევთ, რომ ცხოვრების ნაწილია. Raseguli ცხოვრება, იმიტომ რომ ყოველ დღე არის გადასვლა სხვადასხვა ქალაქებში, ეს ასე ვთქვათ, ეს ძველი თეატრალური და საგასტროლო წესი არ დაირღვევა. არასდროს რასაკვირველია, ჩვენ ვართ ყველა მუსიკოსები და ჩვენ გვაქვს ჩვენი სირთულეები, მაგრამ აი გვიხარია, რომ როცა აპლოდისმენტები და მაყურებელი გპასუხობს ამ სიყვარულით, არ გიშვებს ოვაცია და რაღაც მშვიდდები და გზნობ, რომ ტყუილად არ აკეთებ და არ შრომობ და სიყვარულს იმსახურებ ადამიანებში და თუ ჩვენ შევცვლით სადაც არ უნდა იყოს ჩვენი კონცერტი, იწყება ქართული სიმღერებით. და ზოგიერთი ახალგაზრდისთვის, რა საზღვარგარეთ, ხო? აი საქართველოს იციან ესმით რა არის, მაგრამ აი იმ სიმღერებითაც და იმ მუსიკითაც ჩვენ რასაკვირველად ძალიან დიდ რაღაცას უღვევებთ გულში. და ის 2 საათით თუ ეს ადამიანი გადასხვაფერდება, რაღაც ნორმალური აზრები გაუჩნდება და რაღაცა სიყვარული დაებადება და მე მივარდება სახში კომპიუტერთან და იპოვის სად არის ეს ქვეყანა ჯორჯია და რა ხალხია და საიდან შეიქმნა, როგორ აღმოცენდა ეს სიმღერები, ყველაფერს ხო თავისი წინა ისტორია აქვს. რასაკვირველია, ჩვენ გვიხარია, რომ ამ ადამიანებს თუ გააკეთილშობილებ ამ მუსიკას უდიდესი აზრი აქვს და ეს ერთადერთი ჩვენი იარაღია, რომელიც ღმერთმა მოგვიშალოს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და ობიექტივის მაყურებელს რას უსურვებდით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ობიექტივის მაყურებელს მე მინდა ვუსურვო ბედნიერება, მშვიდობა, სიყვარული და ყოველივე სიკეთე. Ჟამიერ გუგუნებდეს ხმა მოგლი მუხასა დანილეუსი გმირთა ჩვენთა არის სიმაღარა ეს სიმაღარა საქართველოსი არ ხვევს რიცხვ